მე გამოვედი და ბავშვებს რეანიმაციაში ვტოვებ. ლაშა გიორგის ვერაფერი ვერ უშველეთ, მიწაში მიწევს. ეხლა ნოეც რეანიმაციაშია და ოზურგეთიდან რომ ბაზმში ჩამოსულიყარ, იმისთან რაღაც კი არ მქონდა. სხვას გამოვარდი რომ ბავშვი მენახა. პატარა ნოე სულ რაღაც 20 დღის წინ მოევლინა ამ ქვეყანას. ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. ეს კი 86 წლის მერი ბებუა. 5 შვილიშვილი საკუთარი ხელით მიაბარა მიწას. ახლა კი მე-6 შვილიშვილის 20 დღის ნოეს გადარჩენას ებედრება უფალს. მოხუც უდიდესი მისია აკისრია. 8 წლის შვილიშვილს პატრონობს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ბავშვს ფიზიოთერაპია ესეჭიროება, მაგრამ ღამის გასათევად ოთახის დასაქირავებელი ფული არ აქვს ხატაკოჯახს. ამიტომ 86 წლის ბებო თავისი დამჭკნარი ხელებით უკეთებს მასაჟს დეფორმირებულ ფეხებზე. საბრალობავს არც საუბარი შეუძლია. ორივე ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ გაბრიელს სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გამოკვლევის ჩატარება. დაგვიანების შემთხვევაში აღარაფერს ექნება აზრი. წარმოიდგინეთ, საბრალო დედა 2 წლის შვილი საკუთარი ხელით მიაბარა მიწას ცოტა ხნისი, ხოლო მეორე ახალდაბადებული ნოე ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში აპარატზეა შეერთებული. მესამე შვილიც განწირულია, მხოლოდ იმიტომ, რომ 8 წლის წინ ხატაკ ოჯახში დაიბადა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.